სივრცე. ყველა სივრცე ერთ ტალღაზე. FM 98.5. I know I'd go from rags to riches. წარმოგიდგენთ. კლასიკური მუსიკა, ქორეოგრაფია, ვიზუალური ხელოვნება, ფესტივალები, ტრადიციები, კინოხელოვნება, გამოცემები, თეატრი, ფოლკლორი, კულტურა სივრცეზე. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს კულტურის სივრცეა, მოკლედ ყოველთვიური გადაცემა კულტურაზე, შემოქმედებით ადამიანებზე და იმ პროექტებზე, რომლებიც ქმნიან რეალურად ქართულ კულტურულ სივრცეს. ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სიპ შემოქმედებით საქართველოს გარეშე. ამიტომ მადლობას ვუხდით მათ ამ პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის და პრინციპში უკვე გადავალ სტუმრებზე. და დღეს ისეთი პატარა სიახლეც გვაქვს. ჩვენი სტუმრები არიან თქვენ წინა გადაცემიდან, რა თქმა უნდა, უკვე გაგაცანით, სალომე ხურცილავა, შემოქმედებით საქართველოს დირექტორის მოადგილე და ამ შემთხვევაში სტუმრის როლში არ არის, დღეს იქნება თანაწამყვანის როლში. მოგესალმებით, სალომე. მოკლედ დებიუტი გაქვს, ხო? მე რამდენი თვით. კი, მიხარია და მოკლედ წარვადგენ ჩვენს სტუმარსაც, ნათელა პოცხვერია, Georgian Infusion-ის დამფუძნებელი და სხვა შორის კიდევ ერთი საინტერესო მოდის ჟურნალისტი. მოგესალმებით ნათელა. გამარჯობა, სასიამოვნო. გილოცავ სალამ. არ ვიცოდი. არც მე არ ვიცოდი, რომ არ მოგაყვა. ეს რაღაცა უცებ შემოგვიწყდა. ეს სპონტანურად გადავწყვიტეთ, მოკლედ. მეგობრებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობთ დღევანდელ გადაცემაში და პრინციპში სალომე მე მინდა შენთან გადმოვიდე, ხო? ანუ ჩვენ ყოველთვიურად შევეცდებით, მოკლედ იმ პროექტების პრეზენტირებას ჩვენი მაყურებლებისთვის და მსმენელებისთვის, რომელსაც უჭერს რეალურად მხარს ჩვენი საქართველოს კულტურის სამინისტრო და სიპ შემოქმედებით საქართველოს, რომელსაც წარმოადგენ ამ შემთხვევაში შენ, ხო? მე მინდა რაღაც ესეთი უფრო საინტერესო ანონსივით გამოგვივიდეს რაზე ვისაუბრებთ დღეს, იმიტომ რომ დღეს მეგობრებო გვექნება ორი ბლოკი, ორი საინტერესო პროექტი, რომელზეც ვისაუბრებთ. და სალომე, გითხოვთ თქვენ სიტყვას. შევეცდები ხა ნერვიულობის გარეშე რაღაცნაირად შევიდიოთ ამპლუაში ახალში. დღევანდელი თემები იქნება ერთი რესტავრაციასთან დაკავშირებით, რომელსაც Georgian Infusion-ი აკეთებს მუზეუმთან ერთად და არის ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. საქართველოსთვის ისტორიული პროექტი არის ჩემი აზრით და მე დეტალურად მოვყვებით ამაზე როგორ დაფინანსდა და როგორ მოვიდა ნათელა ჩვენამდე და ასე შემდეგ. კეთდება ქსოვილის რესტავრაცია მუზეუმთან ერთად და ამასთან ერთად კეთდება მუდმივ მოქმედი გამოფენის კონცეფცია უნდა შეიქმნას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ეს ტანსაცმლის ნაწილი, ასევე ლითონი, ხო, ანუ დამეხმარე ღვინო, ხო, ანუ ეს ჩვენი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კონცეფციის შემდგომ უკვე ეს მოქმედი გამოფენა შედგება მუზეუმში და შევძლებთ ყველანი ამ ყველაფრის ნახვას. მეორე ბლოკში ვისაუბრებთ უკვე ანიმაციაზე, ჩვენ მხარდაჭერილ ანიმაციაზე, ანიმაციურ სერიალზე და მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ეს საბავშვო, ხო, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ერთადერთი საბავშვო ანიმაციური სერიალი, რომელიც ჩვენ ხარი დაუჭირეთ, ჩვენ კიდე ორი სერიალი გვაქვს მხარდაჭერილი და ანუ ამით ძალიან ვამაყობთ, იმიტომ რომ ქართულ ბაზარზე თითქმის არ არსებობს ქართული კონტენტი, მით უმეტეს საბავშვო კუთხით. მადლობა სალომე, ფანტასტიკური დებიუტი და შესავალი. ნათელა, მოკლედ მე მინდა უკვე გადავიდე პირდაპირ ამ ასე ვთქვათ პროექტზე Georgian Infusion-ზე, ხო? და პრინციპში აგერ სალომე ძალიან საინტერესოდ კი მოყვა ამ პროექტის შესახებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა დამფუძნებელი თვითონ მოყვება, როგორ დაიბადა ეს ისტორია და ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნის
ისტორიული, ასე ვთქვათ, კულტურული ამბებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს არის მართლა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პროექტი და ზღაპრივით უნდა მოვყვე წირი და ჭიანჭველა თუ გაქვთ წაკითხული ზუსტად ეგ ამბავი არის როგორ გაჩნდა Georgian Infusion-ის თემა და იდეა. რახან უკვე ახსენეთ რომ მოდი ჟურნალისტი ვარ, წლები ამ თემას ვიკვლევ, წერ მოდაზე და ნახე 2012 წელს მარკ ჯეიკობსის კოლექცია, რომელიც ძალიან გავდა ფუფალას პერსონაჟს თენგიზ აბულაძის უსაყვარლესი ფილმიდან ნატვრისხე. და მაშინ დამებადა ეჭვი, რომ რაღაცა, ანუ ეს ამერიკელი დიზაინერი ხო ნამდვილად ვერ ნახავდა ნატვრისხეს და რატო გავს ეს ძალიან და მომინდა რაღაცა დიდი პროექტის გაკეთება, სადაც მოვყვებოდი იმ ქართულ გავლენაზე, მსოფლიო მოდაზე და მსოფლიო კულტურაზე. მე მივხვდი რომ ეს უზარმაზარი თემა არის და გადავწყვიტე ცოტა შევავიწრო იმ კოსტიუმებზე მომყვეთ და ქართულ ეროვნულ სამოსზე, რომლის დეტალებიც ბევრმა ბრენდმა აითვისა. როდესაც მივმართ ეროვნულ მუზეუმს და შევხვდი ბატონ დავით ლორთქიფანიძეს ძალიან ბევრი რაღაცა საერთო ვიპოვეთ ამ თემის ირგვლივ დაინტერესდა, დამაკვალიანა, გამოცნო ქალბატონი გულიკო კვანტიძე, ჩვენი ეთნოგრაფი, მთავარი კურატორი ეროვნული მუზეუმის, რომელიც იცავს ამ ფონდებს და მოუყევი აი ამ ჩემ იდეაზე, რომ ეს შანელის კოლექციაში, დიორის კოლექციაში, ასე შემდეგ არის ეს ქართული დეტალები, ძალიან ნათლად ჩანს. და მოდით გავაკეთოთ გამოფენა შანელს და დიორს მე ჩემ თავზე ვიღებ, თქვენ დამეხმარეთ ეროვნული სამოსის ძიებაში. და კიო დიდი სიამოვნებითო უბრალოდ ეროვნულ სამოს სჭირდება რესტავრაცია გარკვეული, მომზადება, კონსერვაცია, დასუფთავება იმისთვის, რომ გამოფენაზე გავიტანოთ და ამას ყველაფერს სჭირდება დრო. და ნათლა ბოდიში და როგორ მდგომარეობაში დაგხვდათ ამ შემთხვევაში? იცით როგორ არის? ანუ ფონდი არის უზარმაზარი. ფონდში ეს სამოსი შემოდიოდა აბსოლუტურად სხვადასხვა წყაროებიდან და აქედან უნდა დავიწყოთ რა მდგომარეობაში შემოვიდა მუზეუმში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება უკვე შემოვიდა საკმაოდ დაზიანებული, იმიტომ რომ ეთნოგრაფებს ჩამოაქვთ ეს ნივთები ექსპედიციებიდან, რაღაცა სახში ინახება, არ უფრთხილდებიან, რაღაცას, აი სიტყვაზე დიდი ბაბუა გარდაიცვალა, მისი რაღაცა სკივრი გახსნეს, იპოვეს ეს თალავარი, მოიტანეს მუზეუმში და სულ არავის არც ახსოვდა 50 წლის განმავლობაში რა ხდებოდა. ამიტომ სამოსი არის ძალიან სხვადასხვა მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, დროც თავისას შვება და მივხვდი, რომ აი მართლა ძალიან დიდი ინტერესი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მუზეუმის ტერიტორიაზე შემოსვლა გამოდიოდა, მაგრამ ძალიან ვთხოვე, რომ გეხვეწებით, მეც ძალიან მინდა მივიღო მონაწილეობა ამ სამოსის რესტავრაციის პროცესში და რაც მე ჩემი მხრიდან შემიძლია რომ გავაკეთო და ჩვენ ფონდს, რომელიც მაშინვე დავაარსეთ ამ დიდი გამოფენის პროექტის გასაკეთებლად, რაც შეუძლია ჩემ ფონდს რომ გააკეთოს და შემოვიდეთ ამ პროექტში, დიდი სიამოვნებით შემოვალთ. შემდეგი ეტაპი აღმოჩნდა ის, რომ სამოს ჭირდება თავისი სახელოსნო, სარესტავრაციო სახელოსნო, ეთნოგრაფიული ფონდის სახელოსნო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მოდით მაშინ ჯერ სახელოსნოს სივრცით დავიწყოთ. შემდგომ მოვიწვიოთ რესტავრატორების ახალი თაობა, ვინც ამ სახელოსნოში იმუშავებს, ისინი დავატრენინგოთ, დავიწყოთ რესტავრაცია და ნუ Georgian Infusion-ის დიდი გამოფენის დროც მოვა ამასობაში რამოდენიმე წელიწადში. ეს არის რაც არის აი ამ პროექტის შინაარსი და როგორ დაიბადა ეს მთელი. ძალიან საინტერესოა, ეხლა იმდენი კითხვა გამიჩნდა, მაგრამ მე მინდა რომ პრინციპში ეხლა სალომესაც მივმართო, ხო? სალომე ეხლა ჩვენ პრინციპში დაგვანახა, ხო? ეხლა იდეის ავტორმა როგორ ხედავდა ამ პროექტის განვითარებას და როგორც ჩანს დაგარწმუნდათ. და ამ შემთხვევაში შემოქმედებით საქართველოს როგორ უყურებს ამ პროექტს, ხო? ანუ რა დაინახა ის უნიკალური, ასე ვთქვათ, რის გამოც გადაწყვიტა რომ ხარი დაუჭიროს ამ პროექტს. ჩვენთვის თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, ან პირველ ეტაპზე წინა წელს 2025-ში ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო Georgian Infusion-ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა კონცეფცია ამ სასწავლო თუ რამესადმე შებიშალა ამ სასწავლო კურსის, რომელიც უნდა ჩატარებულიყო რესტავრატორებისთვის, ეს ფრანგები უნდა ჩამოსულიყვნენ და ქართველ რესტავრატორებთან ერთად უნდა გაეკეთებინათ ეს სასწავლო კურსი, რომ ახალი თაობა გაზრდილიყო.
პირველი ეტაპი 2025-ში ეს იყო, რაც დავაფინანსეთ და თავიდანვე ძალიან მოგწონდა და ძალიან ვამაყობდით ამ პროექტით და უკვე კონცეფცია, შესრულების ანგარიშთან ერთად კონცეფცია რო ჩაგვბარდა და ის რო გავიარეთ, წავიკითხეთ და რამხელა შედეგი შეიძლება დადებულიყო ის რომ აღვიქვით, რა თქმა უნდა, მეორე ეტაპზე უკვე ახალ პროექტზე, სადაც უკვე ეს ყველაფერი უნდა განხორციელებულიყო, არც დაუფიქრებლად უარი არც გვითქვამს, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი ამ გადაგაწყვეტინათ თავარი რაღაცა პერსპექტივა დაინახეთ უფრო თუ რაღაც უფრო ჩვენთვის ძირითადად ძალიან მნიშვნელოვანი არის, ანუ რაღაცა პრიორიტეტები არსებობს, რომელსაც მიუყვებით. ერთი არის რომ ღირებულებები, მემკვიდრეობა, ინოვაცია უნდა იყოს აუცილებლად, ანუ არის რაღაცები, რასაც ვცდილობთ, რომ ანუ მაქსიმალურად მე ვთვლი, რომ ეს პროექტი არის, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუ კი არსებობს და თან იმდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუნდაც მუზეუმებში რო ავიღოთ ესე სტატისტიკურად მე რაც მაგ შეხება, იმდენად ცოტა ადამიანი არის, აი ეს რესტავრატორის ადამიანები, იმდენად ცოტა არიან, რომ ყველა მუზეუმში, კი არა, სულ რამოდენიმე მუზეუმში არის, სადაც ადგილზე ყავთ რესტავრატორი. სულ ანუ რამოდენიმე კაცი არის, რომელიც ფიზიკურად შეუძლებელია, რომ გაწვდეს იმ ყველაფერს. კი, საქართველოში ტექსტილის ძალიან ცოტა ადამიანი. ყავს. ქსოვილზე. 7 ადამიანი. და ეს ხო გამოწვევაა, როდესაც აი ხა მე პრინციპში მე მინდოდა სახელოსნოზე გადასვლა, ხო? ეს ხო გამოწვევაა ეხა თქვენთვის ერთი კვალიფიკაცია, ხო? და ანუ ზოგადად ეხა ისიც საინტერესოა, რას აკეთებთ მანდ ამ სახელოსნოში, რა კეთდება მანდ, აი თუ შეგვიძლია რაღაც უფრო მაყურებლისთვისაც უფრო საინტერესო იქნება, რა იქნება ამ სახელოსნოში და პრინციპში მეორე ჩემი კითხვა არის უკვე აი ზუსტად ამ მიმართულებით, ხო? ანუ როგორ გადაწყვიტეთ ახსენეთ, რომ იწვევთ სპეციალისტებს, ხო? ანუ ფრანგი სპეციალისტები, ანუ რატო გახდა ეს საჭირო? ნუ გასაგებია უკვე რაც თქვით, ხო? მაგრამ აი ამ მიმართულებაზე მოდით და მე რო არ დავამძიმო ეხლა ჩემი კითხვა. კი, არა, ძალიან კარგად მესმის, ანუ ყოველთვის რომ მეუბნებიან, რომ აბა უცებ მომიყევი, რას აკეთებ? სულ ამბობ, რომ ძალიან დიდი ბოდიში უცებ არ გამოვა, იმიტომ რომ მართლა რაღაც 360 გრადუსზე არის გაშლილი ეს პროექტი. იმიტომ რომ რაც შეეხება საგამონათლებლო პროგრამას, ჩვენ ამ გამოვაცხადეთ კონკურსი და ვთქვით, რომ ვისაც გაქვთ კერვის, ქარგვის უნარი, ვისაც შეგიძლიათ ნემსი და ძაფი ხელში დაიჭიროთ, მობრძანდით, გამოგვიგზავნეთ თქვენი პორტფოლიო და მოგიწვევთ ამ საგამონათლებლო პროგრამაში. თუ თქვენი პორტფოლიო დააკმაყოფილებს ჩვენ ეს ეხლაც არის აქტიური? არა, კონკურსი დასრულდა უკვე, მიდის მასტერკლასები. ეს არის ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება არის ის, რომ საქართველოში ზოგადად ტექსტილის რესტავრაცია არ ისწავლებ და არ არსებობს უმაღლესი რაღაც სასწავლებელი, სადაც შეგიძლია მიხვიდე და ეს პროფესია ისწავლო, ეს არის პროფესიული? არა, არანაირი. ტექსტილის რესტავრაცია როგორც პროფესია საქართველოში არ ისწავლება. მე მქონდა შეხვედრა თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის ხელმძღვანელთან და მითხრა, რომ ეს არის ძალიან გაცნობიერებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ძალიან რთულია ეს მიმართულება და ამ ეტაპზე არც უნდათ, რომ ამას შეეხონ, თუმცა თუ დაინახავენ მზაობას საზოგადოების, ეს რა თქმა უნდა პროფესიაც შემოვა. და რეალურად Georgian Infusion-ის იდეა და აზრი ერთ-ერთი მიმართულება იყო ის, რომ ამ სახელოსნოს ბაზაზე, რომელიც ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა, გაიარონ პროფესიონალური ტრენინგები ის რესტავრატორები, ვინც უკვე მუშაობს ამირანაშვილის მუზეუმში და აქვთ სასწაული გამოცდილება, უბრალოდ იმათ თავიანთი რელიგიური სამოსის ფონდები აქვთ უზარმაზარი და ეთნოგრაფიული სამოსი, მათი ესე რომ ვთქვათ, პირდაპირ მიმართულება და პრიორიტეტი შეიძლება ამ ეტაპზე არ იყოს. მეორე არის ის, რომ ეს პროფესიონალი რესტავრატორები თავის აი ამ გადამზადებას, ხო, პროფესიონალურ დამატებითი მასტერკლასებს გაელიან ფრანგ სპეციალისტებთან და რატო საფრანგეთი? იმიტომ რომ საფრანგეთში ტექსტილის რესტავრაცია უკვე საუკუნეები ისწავლება. იქ შეუძლიათ ძალიან მარტივად ჩამოაყალიბონ, რასაც ქვია სილაბუსი და აკადემიური პროგრამა. ამას არ ჭირდება აი ნოლიდან, ხო, რაღაცა აი ცარიელ სივრცეზე რაღაცა ახლის აშენება. ხო, უკვე იციან როგორ უნდა გააკეთონ, რა უნდა გააკეთონ. ძალიან საფუძვლიანად მიუდგა ჩვენი კოლეგა ქალბატონი ანასტასია ოზოლინი ამ საკითხს, ჩამოვიდა ერთხელ მთლიანად ფონდები დაათვალიერა, მიხვდა რა ტიპის მასტერკლასები გვჭირდებოდა და ჩამოაყალიბა ღებვის მასტერკლასები
რომელიც აი თავიდან ქიმიის გამეორებით იწყება და აი მართლა ვხედავდით, ცუდად ხვდებოდი, რებს სწავლობდნენ ჩვენი რესტავრატორები, აი იჩნენ რაღაცა ფორმულებით, რომ აი ზუსტად ისეთი ფერი დაასვან, როგორიც არის ჩოხის ფერი და ასე შემდეგ. შემდეგი მიმართულება იყო გაწმენდა, იმიტომ რომ ესეც ცალკე მნიშვნელოვანი მიმართულება არის, ზოგი ნივთი უბრალოდ დროისგან ყვითლდება, შავდება, მუქდება, პირიქით ღიავდება და პარალელურად ახალგაზრდა მომავალი რესტავრატორების თაობა, რომელიც ოცნება გვაქვს, რომ დარჩებიან და იმუშავებენ სიმონ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში, გადიოდნენ ჩვენ მეორე კოლეგასთან მასტერკლასებს, უკვე აი კერვა და სხვადასხვა მიმართულებები. და შემდგომ, ანუ აი თუ რასაც ქვია think big, ხო? უნდა იყოს რაღაცა ოცნება, სადაც მიდის შენი პროექტი, 5 წელიწადში. ჩემი დიდი ოცნება არის, რომ იქამდე მივიდეთ, რომ ამ ჩვენმა რესტავრატორებმა ერთ-ერთმა მაინც შეძლოს გახდეს უკვე აკადემიური პროგრამის აკადემიაში ხელმძღვანელი და ტექსტილის რესტავრაცია ისწავლებოდეს უნივერსიტეტში, უმაღლეს სასწავლებელში, როგორც უკვე პროფესიონალური მიმართულება. მე ხა ვფიქრობ, რომ ჩვენ პროფესიული სასწავლებლებიც გვისმენენ სხვათა შორის და ანუ თუ ალბათ, ნუ ეს ხო მაინც ბიზნესია და თუ ალბათ შესაბამისი მოთხოვნა თუ გაჩნდა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა არა მარტო ასე ვთქვათ რაღაც ამ მუზეუმების მიმართულები. სახელოსნოს რო დაუბრუნდო, რამდენი ადამიანია ეხლა დასაქმებული? ამ ეტაპზე დასაქმებაზე ჯერ არ არის საუბარი, ჯერ არის საუბარი მხოლოდ სწავლაზე და მასტერკლასებზე. ერთი წელი იქნება ეს სწავლის პროცესი, წლის ბოლომდე უფრო სწორედ. პარალელურად მიდის ქართველი რესტავრატორები ასწავლიან დამწყებ რესტავრატორებს, ამირანაშვილის რესტავრატორები ასწავლიან და ჩამოდიან რამოდენიმე კვირით ეს ჩვენი ფრანგი კოლეგები. აი ახლა სრულდება, დღეს არის ბოლო დღე, რაც ქალბატონი ანასტასია და ქალბატონი მელუზინი ასრულებენ ამ თავის 3 კვირიან მასტერკლასებს. შემდეგ ველოდებით ოქტომბერში კიდე სხვა სპეციალისტს, იმიტომ რომ იქ უკვე საუბარი მიდის იმაზე, რომ ვისწავლოთ სწორედ დაწება რაღაც ნივთების, მეტალის დეტალების გაწმენდა, ну აი მართლა მილიონი მიმართულება არის. ხო, აბსოლუტურად. აი ის ალბათ საინტერესო გადასვლა იქნებოდა დღევანდელ ჩვენ ციფრულ სამყაროში. ტექნოლოგიების როლზე რო ვისაუბროთ აი ამ პროცესში. ხო, პრინციპში ორივესთან მაქვს ეს კითხვა, ხო? და ну, აი საქართველოში თუ გაგვაჩნია რეალურად რამე ისეთი ტექნოლოგიები, რასაც ვიყენებთ. აი თუნდაც ამ რესტავრაციისთვის და ასე შემდეგ, აღდგენისთვის. ალბათ თვითონ ნათელა უკეთესად გასცემს პასუხს, თუმცა მე როგორც ვიცი სახელოსნოს შექმნის პროცესში ეს სახელოსნოც წინა წელს გაკეთდა და აღიჭურვა ყველანაირი საჭირო ტექნოლოგიით, რაც ჭირდება ამ რესტავრაციას, თავის მაცივრებით, არ ვიცი, ნიჟარებიც კი რაღაც სპეციალური არის დამონტაჟებული. თუმცა რამდენად ხა ეს ეხლა ამ შემთხვევაში ამ სახელოსნოსთვის არის, მაგრამ რამდენად ყველა მუზეუმს აქვს ამის საშუალება, მგონია რომ როგორც რესტავრატორების პრობლემა გვაქვს, იგივენაირად გვაქვს, მაგრამ მგონია რომ ნელ-ნელა რადგან პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ეს საქმე ჩემი პოზიცია ესეთი არის, რომ ყოველთვის როგორც კი შედეგი დადგება ერთხელ მაინც მერე უკვე მოყვება ამ ყველაფერს თავისთავად, რომ საჭიროება თუ გაჩნდა, სხვა მუზეუმებიც მგონია რომ გადაიღებენ და განაახლებენ თავის ბაზას. დანარჩენზე ნათელა უკეთესად გვეტყვის რა ტექნოლოგიური მდგომარეობა გვაქვს აქ. ანუ თუ უბრალოდ აი დანადგარებს ვსაუბრობთ, კი რა თქმა უნდა საუბრობთ. რაც შეიძლება გამოყენებადი იყოს თქვენს აი ამ საქმიანობაში. მე მგონია ამ შემთხვევაში კიდევ უფრო საინტერესო არის ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი. იმიტომ რომ სიამოვნებით მე არ ვიცოდი რომ შეგვიძლია გადავიდეთ ამაზე. ზუსტად ეგ მინდოდა მეთქვა რომ ანუ ყველას ძალიან ეშინია რაღაცა შეშინებულია რომ თითქოს ხელოვნური ინტელექტი წაგვართმევს რაღაცა პროფესიებს და დარწმუნებული ვარ ჩვენი რესტავრატორები იქნებიან ალბათ ის ბოლო ადამიანები, ვისაც ხელოვნური ინტელექტი რამეს შეძლებს რომ წაართვას ძალიან ჩვეულებრივი მიზეზის გამო. ეს ყველა ნივთი იყო შექმნილი მე-19-მე-20 საუკუნის დასაწყისში. მაშინ ტექნოლოგიები არ არსებობდა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ რაღაცა გარკვეული ტიპის ტექნოლოგიები, ეს სიტყვაზე
გამწოვი, იმიტომ რომ ქიმიკატებს ხმარობთ და ეს გამწოვი უნდა იყოს ძალიან ძლიერი და თავის ფილტრებით და რაღაცაებით. მაგრამ რეალურად ის საღებავი, რასაც ვიყენებთ, მაინც უნდა იყოს ნატურალური, ძალიან მიახლოვებული იმასთან, რაც გამოიყენეს ჩვენმა წინაპრებმა ამ სამოსის შექმნის დროს. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ იგივე ხელოვნური ინტელექტი იმისთვის, რომ რაღაცა ანალიზი გავაკეთოთ იმ სამოსის ვიპოვოთ, აი უფრო ღრმად მის ისტორია აღმოვაჩინოთ, მაგრამ თუ რაღაცა იყო ხელით ნაქარგი, ჩვენ ეს ნაქარგობა ისევ ხელით უნდა ავადგინოთ. და ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი, სხვადასხვა ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა რამოდენიმე კვირის წინ, მომიყვა ჩემო კოლეგამ ესეთი რაღაცა, რომ ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდი პრობლემა, აი თუნდაც ფილმებში ან ვიდეოში როცა იყენებენ, არის ის, რომ მცირე მოტორიკა უჭირს. ადრე გახსოვთ 7 თითს რომ გვიკეთებდა ეს ფოტოებში და რაღაცებში, ეს ისწავლა, იცის უკვე რომ თითი 5 უნდა იყოს. მაგრამ მცირე მოტორიკას მაინც ვერ იმეორებს. თუმცა ძალიან სწრაფად სწავლობს. ძალიან სწრაფად სწავლობს და არსებობს მთელი მიმართულება AI-ის სწავლების და აინტერესებთ აი ზუსტად ეს მცირე მოტორიკის პროცესები, მაგრამ შეუძლია გაიმეოროს, მაგრამ არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რა და როგორ აი ამ კონკრეტულ დაზიანებას ჭირდება. მე აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ალბათ ყველაზე ბოლოს შეეხება ზუსტად იმ პროფესიებს, რომელიც სადაც აუცილებელი არის ესეთი მოტორიკა და სადაც აუცილებელია ხელით მუშაობა. თუმცა, ბოდიში, აქვე დავამატებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. არის მაგალითად ზოგი სამოსი, სადაც სიტყვაზე ორნამენტი არის გარღვეული. აი, უბრალოდ ნაწილი არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი იმისთვის, რომ აღადგინოს და გააგრძელოს ის ლოგიკა ამ ორნამენტის, რაც არის და უფრო გაგვიმარტივოს, ანუ ხელით აღარ მოგვიწევს. ადამიანმა გამოიყენოს ინსტრუმენტად ზუსტად და არა რაღაც დამოუკიდებლად აკეთოს რაღაცეები. ანუ მეც მაგის მომხრე ვარ და მეც მაგას ვხედავ ზუსტად, რომ მაინც ადამიანი რჩება თავარი. თუმცა ეს სხვა თემაა და მაგალითად თუ მე აუცილებლად მოგიწევთ კიდე სასაუბროდ. მე მინდა პრინციპში შევეხო, თქვენ ახსენეთ, რომ ვაპირებთ მოკლედ ეს ექსპოზიციების გამართვას, ხო? ანუ არის უკვე ცნობილი ზოგადად, სად გაიმართება? ეს თვითონ ეს გამოფენა, რომლის კონცეფციაზეც ვსაუბრობთ, თვითონ მუზეუმში უნდა გაკეთდეს, სივრცე არ ვიცი დასრულებული არის. შეგვიძლია დავაანონსოთ ჩვენ. ჯერ არა, რა თქმა უნდა, ჯერ მაგას ვერ ჯერ კონცეფციაც არ გვიჭირავს ხელში, ანუ სადღაც წლის ბოლოსთვის კონცეფცია იქნება და მე უკვე იმ ხელა სამუშაოა ჩასატარებელი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაიმართოს, იმიტომ რომ ამ ყველაფერს თავის სპეციალური თვითონ სივრცის მოწყობაც სპეციალურად არის საჭირო, განათებაც, ცალკე განათებლები ჩამოდიან, ანუ ყველაფერი ეს ერთიანად კეთდება და მე უკვე ეს კონცეფცია რო დაიდება, უკვე ეს ყველაფერი იქნება გასამართი, რაც კონცეფციით იქნება მოცემული, ამიტომ ესე რომ ეს დღეს და ხვალ გვექნება ეს გამოფენა, ესე არ არის. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კონცეფციას მალევე მიყვება ფეხდაფეხ თვითონ გამოფენაც. იქ მხოლოდ ქსოვილის რესტავრაცია არ არის საკმარისი, იქ არის ლითონის რესტავრაცია, ხის, რომელიც უნდა ამ გამოფენაზე იყოს მუდმივად და ეს იქნება თვითონ ეროვნული მუზეუმის სივრცეში. ესე თავარ მიზნად მაინც აი საბოლოოდ როგორ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ პროექტმა იმუშავა გაისროლა როგორც ითქვი. ნახეთ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გავუსვათ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეხლა ძალიან ახლოს თანამშრომლობთ ეროვნულ მუზეუმთან, მაინც ეროვნულ მუზეუმს თავის მიზნები აქვს, ეროვნულ მუზეუმს თავის მიმართულება აქვს და ჩვენ არავითარ შემთხვევაში მე უბრალოდ ჩემი ფონდს ხო ჯორჯინი ჩვენს არავითარ შემთხვევაში არ აქვს უფლება ჩაერიოს მუზეუმის შიდა საქმეებში. უბრალოდ ამ ეტაპზე აი პარტნიორები გავხდით სახელოსნოს საფუძველზე მუზეუმმა ეს სახელოსნო გააკეთა, გაიხსნა, ასევე შემოქმედებითი საქართველოსთან ერთად და ჩვენ შემოვედით უკვე ამ სახელოსნოში ჩვენი მასტერკლასებით, ჩვენი ფრანგის სპეციალისტების მასტერკლასებით. შემდეგ ეტაპზე ხო მუზეუმი თვითონ მართავს სრულიად სამეცნიერო კონცეფციას, ჩვენ არანაირად არ ვერევით ამ პროცესში, მათი პროცესია, ჩვენ ფონდს რაც შეუძლია ამ შემთხვევაში, რითიც შეიძლება რომ ჩაერთოს, აი ჩვენ ამითი ვერთვით აი სიტყვაზე დიზაინ კონცეფციის შემუშავება
სიტყვაზე. შემდეგ ეტაპზე უკვე ცოტა ესე რომ ვთქვათ, ჩვენი გზები რაღაც მომენტში გაიყოფა, მადლობა. და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ მიმართულებას, მუშაობას უკვე Georgian Infusion-ის დიდ გამოფენაზე, რომელიც იქნება არ ვიცი როდის და არც უკვე აღარც მინდა რომ რაღაცა თარიღი ვთქვა, იმიტომ რომ 1000-ჯერ გადაიწია. და მაგრამ პირობას გართმევთ რომ ჩვენთან დავაანონსებთ ექსკლუზიურად. აუცილებლად. ექსკლუზივი არ ვიცი, მაგრამ დავაანონსებთ დავწერ. მაგაზე ვილაპარაკო. ჩვენთან უნდა დაანონსოთ. მაგაზე ვილაპარაკო. მანდაც არის ბიზნესი და აი მაინც გადავყავარ მოკლედ ბიზნესზე. და ეს უკვე ჩვენ რო წავალთ აი ამ Georgian Infusion-ის კონცეფციის დასრულებამდე ექსპონატების მოძიება, მე ისევ დავბრუნდებით მუზეუმში, იმიტომ რომ ჩვენი დიდი ოცნება არის, რომ Georgian Infusion-ი გაიმართოს პირველ რიგში სიმონ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმის სივრცეებში და უკვე ექსპონატებიდან გამომდინარე, სხვა მუზეუმებიც გვინდა აქტიურად რომ ჩავრთოთ. აქვე რა მინდა იცით ვთქვა, აი როდესაც ამ ეროვნულ სამოს ვუყურებ, მე ვხედავ რამდენი ტექნიკა, ტრადიციული ტექნიკა, აი რამხელა მიმართულება არის აი ამ ტრადიციული ტექნიკების შენარჩუნება, განვითარება. ეხლა მე რასაც ვაკვირდები, დიდ საინტერესო მიმართულება არის მსგავსი ტექნიკების ყიდვა და ამ ტრადიციული ტექნიკების ბიზნესად გადამუშავება. არის რამოდენიმე ძალიან საინტერესო кейსი. საფრანგეთში მაგალითად შანელის მოდის სახლმა, შეიზყიდა არ ქვია, მაგრამ თავის ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა რამოდენიმე სახელოსნო, ერთი არის ქარგვა, მეორე არის ფეხსაცმელები, მესამე არის ქუდები, მოკლედ მილიონი რაღაც 19 მიმართულება არის. და გააკეთეს ერთი სივრცე, რომელსაც ქვია 19M. ამ 19M-ის სივრცეში არის ეს სახელოსნოები, სადაც თვითონ შანელი უკვე თავს თავის კუწურის კოლექციებისთვის გარკვეულ სამუშაოს და პლუს შეუძლია სხვა ბრენდებისთვისაც ეს აწარმოოს. კიდე ვიცი რამოდენიმე ესეთი მაგალითი, როდესაც ბიზნესმენი ყიდულობს რაღაცა ხელობას, რაღაცა, რაც თქვია craftsmanship, artisanal, ხო? ტრადიციულ ტექნიკას, აი ვთქვათ, ოქროს მკედი. და ამ ტექნიკას აცოცხლებს, უკეთებს სრულ რებრენდინგს და მერე მუშაობს როგორც სახელოსნო, სადაც მოდიან კორპორატიული კლიენტები და უკვეთავენ სუვენირებს, სადაც მოდიან ბრენდები და უკვეთავენ ქარგვას თავისი კოლექციებისთვის და ეს ვითარდება უკვე როგორც ბიზნეს მიმართულება, რომელიც თავის თავარ მისიად ინახავს ამ ხელობას, მემკვიდრეობას და ამვითარებს. მოკლედ, ფანტასტიკური აი ხო ვისმენდი, ისე სიამოვნებით, პატარა ის მქონდა რა ქვია, პატარა ლექციასავით ისევ. მოკლედ, ნატურალ რა ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული. და ახლო მომავალში ჩვენ ამის შესახებ ხმამაღლა დავაანონსებთ სალომესთან ერთად, ასე უკვე თანაწამყვანთან ერთად. ხო, და წარმატებებს გისურვებ. ყოველთვის სიამოვნებით მიგიღებ და რაღაც სიახლეებს ჩვენი, ასე ვთქვათ, მეშვეობით დავაანონსებთ ყოველთვის. ესეთი საინტერესო პროექტები ძალიან გვიყვარს, მოკლედ რა, რომელიც ასევე ჩვენ ეროვნულ ინტერესებსაც ჩვენი საერთო საქმე არის. მეგობრებო, ეხლა კი ჩვენ გვექნება პატარა აფიშა, კულტურული აფიშა. ამის შემდეგ კი ჩვენ ისევ დავბრუნდებით მე და სალომე უკვე ახალ სტუმართან ერთად. კულტ აფიშა. მოგესალმებით რადიო სივრცის სტუდიიდან. დღეს გაგიზიარებთ ინფორმაციას მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, რომლებიც ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ. 11 აგვისტოს ზაფხულის კონცერტების ფარგლებში ტყიბულში გაიმართება მორიგი მუსიკალური საღამო. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან დათუნა სირბილაძე, ირინა ბაირამაშვილი, თიკა ჯამბურია, ლათინო ბოის ბენდი, ანსამბლი გორდელა და ჯგუფი რეგიონი. კონცერტი საღამოს 7 საათზე დაიწყება. მისამართი ტყიბული, კარლო ლომაძის მოედანი ნომერი 5. 11 აგვისტოს ზაფხულის კონცერტი გაიმართება წალკაშიც. შოჩიკო ტატიშვილი, ნიკოლ შოუ, შვიდკაცა, სტატუს ბენდი და ოთო ნემსაძე. კონცერტი საღამოს 7 საათზე დაიწყება. მისამართი წალკა, არისტოტელის ქუჩა 17.
11 სექტემბერს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება საოპერო გალა, რომელიც ქართული საოპერო ვოკალური ხელოვნების ფუძემდებლებს ვანო სარაჯიშვილსა და სანდრო ინაშვილს მიეძღვნება. საღამოს თანაავტორი და წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე მაყურებელს უამბობს ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე. გალაზე შესრულდება არიები, ოპერებიდან აბესალომ და ეთერი, დაისი, კარმენი და სხვა ცნობილი საოპერო ნაწარმოებებიდან. მონაწილეობენ სოლისტები ქეთევან ქემოკლიძე, კოტე ყიფიანი, გიორგი ლომისელი, აკაკი გუგეშაშვილი და ანსამბლი ერისიონი. დასაწყისი საღამოს 8 საათზე. 14 სექტემბერს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს საავტორო სტუდია გიწვევთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. გაიმართება მე-19, მე-20, 21 საუკუნის ქართულ კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებების სამდისკიანი კრებულის პრეზენტაცია, ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია. სახელოვანი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს და ჩაწერეს ისეთმა ცნობილმა პიანისტებმა, როგორებიც არიან დავით ალადაშვილი, სანდრო გეგეჭკორი, გიორგი გრძელიძე, თათა ლიჩელი, ანა პაიჭაძე, სალომე ჟორდანია, ნათია ქავთარაძე და სანდრო შუბითიძე. პრეზენტაციაზე გაიმართება კონცერტიც, ქართველი პიანისტები შეასრულებენ კრებულში ჩაწერილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. 14 სექტემბერი საღამოს 7 საათი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი. კულტ აფიში. დაგიბრუნდით მეგობრებო. ვინც ახლა შემოგვიერთდა, ეს არის კულტურის სივრცე, მე ვარ სერგო ოსეჯანიშვილი, წამყვანი და ჩემი თანაწამყვანი სალომე ხურცილავა. მოკლედ, როგორც შეგვიძლით, ახლა მეორე, ასე ვთქვათ, პროექტზე ვისაუბრებთ, საინტერესო პროექტზე ვისაუბრებთ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს მშობლებისთვის, ახალგაზრდა მშობლებისთვის, იმიტომ რომ დაახლოებით 5-დან 11 წლამდე არის ეს გათვლა გაკეთებული, ეს არის სერიალი, ანიმირებული 3D სერიალი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, რომელსაც მხარი დაუჭირა ასევე საქართველოს კულტურის სამინისტრომ და SIP შემოქმედებით საქართველოს. ახლა კი გადავცემ სიტყვას სალომეს და სალომე, ორი სიტყვით რო გითხრა და რა თქმა უნდა, მე გადავიდეთ უკვე ჩვენ სტუმართან. ზოგადად ანიმაცია ჯერ ჩემით დავიწყებ, ანუ ჩემი სფერო იმითაც არის. ავადგინე ჯერ სტუმარი. ერთ-ერთი პროფესია არის ჩემი მნიშვნელოვანი, თვითონ ანიმაციის კვლევა და ძალიან მიყვარს და წლები არის ვეძებ ადამიანებს, ვინც ქართულ ანიმაციურ სერიალს გააკეთებს და სამინისტროში მოსვლისთანავე ერთ-ერთი ნიშა იყო, რომ იქნებ როგორმე ქართული ანიმაციური სერიალები საბავშვო, ოღონდ აუცილებლად რაღაცნაირად მოგვეყვანა ჩვენამდე და დაგვეფინანსებინა. სანამ ოთო გამოჩნდებოდა და თავისით მოგვაგნო ოთომ, მანამდე დაფინანსებული გვაქვს 2 ანიმაციური სერიალი, რომელიც ჯერ არც ერთი არ არის გამოსული, თუმცა ერთი არის საქართველოს ისტორიაზე და ცოტა უფრო დიდ ასაკზე არის გათვლილი საქართველოს ისტორიის თემატიკა არის ღვინოზე, მოკლედ ხორბალზე და ასე შემდეგ. მეორე არის ბევრად უფრო პატარა ბავშვებისთვის, აი რაღაცა 3-დან ასაკის ბავშვებისთვის, რომელიც 10 სერია არის და ლილის შოუ ქვია. ამ პროექტითაც ძალიან ვამაყობთ და ძალიან გვიხარია, რომ ეს ყოფილი თუნდაც იმიტომ, რომ კონტენტი იქნება ქართული, რაც ძალიან დიდი პრობლემა არის, ზოგადად სამყაროში არის დიდი პრობლემა ამ კუთხით. და უკვე მე ოთო რომ მოვიდა თავისი პროექტით, ეხლა ოთოს წარდგენა ანიმაციის სამყაროში არ სჭირდება, იმიტომ რომ ერთ-ერთი არა, ალბათ ყველაზე დიდი 3D სტუდია არის და ისეთ პროექტებზე აქვთ ნამუშევარი საერთაშორისოზე და ისეთ ხარისხის ანიმაციას აკეთებენ, როგორც კი შემოვიდა პროექტი, დავფიქრდით, რომ ეს აუცილებლად დასაფინანსებელი პროექტი იყო და აუცილებლად ხელშესაწყობი პროექტი იყო, იმიტომ რომ მათი გაკეთებული ქართული საბავშვო ანიმაცია სხვა ხარისხის, ანუ სხვა იმაზე გავა, მასშტაბზე გავა. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პროექტები ყველა მათგანი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამაზე არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საბავშვო კონტენტის არსებობა, იმიტომ რომ ჩვენი ახალგაზრდები უკვე ქართულადაც კი აღარ საუბრობენ, ეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი არის, ამიტომ დანარჩენზე უკვე პროექტზე თვითონ ოთო მოგებია, რომ გადავიდეთ ოთოსთან. მეგობრებო, ჩვენი სტუმარი არის ოთო შამუგია. პროექტ მარგო და კირას ავტორი. და ზუსტად ახლა ამ სერიალზე ვისაუბრებთ. მოგესალმები ოთო. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენ კულტურის სივრცეში და მოდი დავიწყოთ ალბათ ამ პროექტით, რომ უფრო ფართო ჩვენ საზოგადოებას გავაცნოთ აუდიტორიას, რას გულისხმობს ზოგადად ეს პროექტი. მოდი აქედან დავიწყოთ და მე კითხვას დაგისვავთ კიდე.
კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და სალომე მადლობა კომპლიმენტებისთვის. მარგო და კირა არის შემეცნებითი ანიმაციური სერიალი. ეს არ არის მხოლოდ 3D, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფილი 3D არის, გადავწყვიტეთ, რომ უფრო შერეული ტექნიკით ვაწარმოოთ ეს სერიალი, იმიტომ რომ თანდათან უფრო პოპულარული ხდება 3D-ს და 2D-ს ჰიბრიდული ანიმაცია. და ბავშვებისთვისაც უფრო საინტერესოა ასეთ ანიმაციების ყურება. შემეცნებითი სერიალია, რომელიც 3 კომპონენტისგან შედგება. ეს არის პირველი კომპონენტი არის პერსონაჟები აწყდებიან პრობლემას. და აქ საინტერესო დინამიკაა, იმიტომ რომ ორი მთავარი პერსონაჟი არიან ტყუპისცალი დები. ამიტომ ეს ერთგვარი დედმამიშვილური დინამიკა, როგორც არის ხოლმე ტრადიციულად ქართულ ოჯახებში, აქაც არის ეს იუმორისტული ნაწილი. აწყდებიან რაღაცა პრობლემას, ეს პრობლემა ძირითადად დაკავშირებულია მათ მესამე პერსონაჟთან, რომელიც არის მათ გონიათ, რომ ეს არის უცხო პლანეტელი, სინამდვილეში მათი ერთობლივი წარმოსახვის ნაყოფი არის. და ცდილობენ, რომ ეს უცხო არსება დააბრუნონ სახლში, რომელიც გონიათ, რომ არის სადღაც კოსმოსში. მეორე სექცია არის უკვე მუსიკალური კომპონენტი არის, სადაც ამ პრობლემის ან ასე ვთქვათ მოვლენის მეცნიერული სახით ბავშვისთვის გასაგებენაზე ამის გადმოცემა ხდება. მუსიკის ნაწილზე Haima Production მუშაობს, მებონუსობიძე ხელმძღვანელობს მუსიკა და სიმღერას. ეს დადგმა თვითონ ცოტა თეატრალური არის, გარდა იმისა, რომ წარმოსახვითი სამყაროა და იქ ბევრი რაღაცა შესაძლებელია, ცოტა უფრო აი მიუზიკლის სტილში გადავწყვიტეთ, რომ ეს სექცია გავაკეთოთ მუსიკალური, რომ ბავშვისთვისაც საინტერესო იყოს. და მესამე სექცია არის უკვე, რომ ვინაიდან გავიგეთ, ასე ვთქვათ, შევისწავლეთ რაღაცა ახალი, ეს როგორ კონვერტირდება რეალურ სამყაროში, ეს დასკვნითი მესამე ნაწილი უკვე მაგას გადმოსცემს. სულ ეს არის პრინციპში ეს ამ პროექტის მონახაზი. ისი რატო გადაწყდა, ანუ აი ამ 3D და 2D-ს ასე ვთქვათ ვარიანტი? აი რატო მაინც და მაინც ეს ბოლო კომერციული პროექტები ჩვენ რაც გავაკეთეთ, ძირითადად ამერიკულ ბაზარზე გვიწევს მუშაობა. თუ შეგეძლია, პრინციპში გავაჟღეროთ, ეხლა კულისებში კი გამიზიარეთ, მაგრამ შეგვიძლია გავაჟღეროთ, თუნდაც ის ბექგრაუნდი, ხო? კი ბატონო. რა გავიკეთებიათ და დაახლოებით 5 წელია უკვე ნიკელოდეონის ანიმაციებს ვქმნით, ანუ Paramount-ის დაქვემდებარებაშია ნიკელოდეონი, საბავშვო ტელეარხია და ძირითადად სულ საბავშვო ანიმაციებს ვაკეთებ დაურაცხელი რაოდენობით. დიდი გამოცდილება. YouTube-ზე ჯამში 500 მილიონი ნახვა აქვს იმ კონტენტს, რაც ჩვენ გვაქვს შექმნილი. და ბოლო პერიოდში შევატყვეთ ტენდენცია, რომ აი Spider-Verse-ი თუ გაქვთ ნანახი, რომელიც ასევე mixed media ანიმაცია არის, ამ სტილისკენ მიდის უფრო გემოვნება, განსაკუთრებით ბავშვების. ხო და ვინაიდან უკვე გქონდა, ასე ვთქვათ, შეხება ასეთი საკმაოდ კომპლექსურ ტექნიკურ ანიმაციასთან, ვიფიქრეთ, რომ ბარემ ბოლომდე გავირთულოთ ცხოვრება და ისეთი სტილი დავიჭიროთ, რომელიც მართლა შთამბეჭდავი იქნება. ამიტომ ესე გადაწყდა, რომ მოდელები თვითონ პერსონაჟების და ანიმაციაც 3D სამყაროში კეთდება, მაგრამ 2D ილუსტრაციით ხდება, ასე ვთქვათ, გადახატვა ზემოდან. ჩვენი მაყურებელიც ხედავს. ხო, ტექსტურები მაგალითად 2D-ში იქმნება და ეს რაღაცა დამატებით ესთეტიკას წენს, ანუ უფრო ხელით შექმნილ ვიზუალს წააგავს ასე, ვიდრე ის რომ აი კაპრიალებული როა ზედმეტად 3D-ში. ეს იმდენად მიმზიდველი აღარ არის რა და მით უმეტეს დღევანდელ სამყაროში AI-ის ტენდენციაც რო არის, გვინდა რომ ცალსახად ვაჩვენოთ, რომ ეს ხელით იქმნება. კი, მე დავამატებ ამ თემას, რომ ბავშვისთვისაც ანუ აღსაქმელად რაღაც ასაკში ბევრად უფრო მარტივია 2D სახქმა, მარტივი არა, უფრო საინტერესო არის და უფრო მეტად იღებენ, ვიდრე 3D-ს და თოჯინურს კიდევ უფრო დიდი ასაკში აღიქვავენ. ანუ შეიძლება უყუროს, თუმცა დიდი ხანი ვერ გააჩერებ ეკრანთან, იმიტომ რომ ვერ შედის, ანუ ვერ აღიქვავს ესე ამას. ამიტომ აი 2D მაინც ყველაზე ისეთი არის მისაღები პატარა ასაკის ბავშვებისთვის, ეს ფსიქოლოგიურად დამტკიცებულია. ეხლა რას მე მომდის თავში უცბად, ხო, ეხლა 5-დან 11 წლამდეა, ხო? ანუ თქვენ ფაქტიურად შედიხართ ძალიან დიდ კონკურენციაში სხვა, ასე ვთქვათ, საბავშვო კონტენტისა რა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ ესეთი კონტენტი გჭირდება, რასაც თქვენ ქმნით, მაგრამ როგორ აპირებთ ამ კონკურენციის გაწევას რა? ძალიან საინტერესოა. ვიცი რა, ლოკალურად ამის ანალოგი ჩვენთვის არ არსებობს, იმიტომ რომ ხარისხიც ცოტა ისეთი გვაქვს, ქართული ბაზარი ამ ხარისხს მიჩვეული არ არის.
საერთაშორისო დონეზე კონკურენცია უზარმაზარი არის, მაგრამ ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ ასეთი კონტენტი იქნება, მაგრამ მიზანი ამ კონტენტის შექმნის ძირითადად არის არა შემეცნება, არამედ აი რომ რაღაცნაირად მიიპყრონ ბავშვების ყურადღება. აი ამ ბავშვების მიპყრობაზე რო არის გათვლილი ეს კონტენტი, გვინდა რომ ამის ალტერნატივა, ჯანსაღი ალტერნატივა შევქმნათ ჩვენ. ამიტომ კონკურენციის ნაწილში მე ვიტყოდი, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანია ზუსტად იმ თვალსაზრისით, რომ გათვლილია იმაზე, რომ ბავშვებს მიაწოდოს ღირებული კონტენტი, ისე რომ ისინი ზედმეტად მიჯაჭვულები არ იყვნენ ეკრანებზე. ისე ძალიან საინტერესო ამ ორი პერსონაჟის აი სახე და ხასიათი როგორ იქმნებოდა, ანუ აი თქვენი მოკვლევის ასე ვთქვათ შემდეგ, ხო აი ძალიან ეს პროცესი ჩემი აზრით ძალიან საინტერესო, მე ძალიან მაინტერესებს ახლა როგორ შეიარჩიეთ ესეთი პერსონაჟები და იმ ხასიათით რა ხასიათითაც შეიარჩიეთ. ხო, ნუ ზოგადად ვინაიდან დები არიან და ცოტა ცელქები არიან რა. ორივე? ორივე ცელქი. ორივე თაკებად ერთი განსაკუთრებით ცელქი არის. რეალობაში პირიქით მარგო. ხო, ანუ უფრო ერთმანეთს აბალანსებენ იმ თვალსაზრისით, რომ აი მარგო თუ უფრო ცელქი არის და უფრო ექსპერიმენტებისკენ არის მიმართული, კირა შედარებით უფრო შემოქმედებითი და დინჯი პიროვნება არის. თუმცა ორივეს აქვს ეს ცელქობის ელემენტი, იმიტომ რომ ორივე ბავშვია. ეს მიმიკებიც, ქცევებიც, ემოციებიც რეალური ბავშვებისგან ვიღებთ ამ ყველაფერს როგორც რეფერენსებს. და აი ხმის ჩაწერასაც რო ვახდენთ, ხმის ჩაწერის პროცესშიც ბავშვები რო ამ დიალოგებს ამბობენ, ამ მომენტში რა ჟესტიკულაციებიც აქვთ და რა მიმიკებიც, ამას რეფერენსად ვიყენებთ ჩვენ. რომ მაქსიმალურად აღქმადი იყოს ბავშვისთვის, იმიტომ რომ მართლა იცნობ რა, როდესაც რაღაცა ისეთი ნიუანსური მიკროექსპრესია არის სახეზე, ადამიანი ცნობს ეს მიკროექსპრესია რას გულისხმობს. ჩვენ შემთხვევაში სადღაც 140 მიკროექსპრესიაზე ვართ უკვე ასრულებით ცალ პერსონაჟზე. რაც უფრო აუთენტურს ხდის ამ პერსონაჟების acting-ს, ასე ვთქვათ, თამაშს. გამოგარია. მე ხაი ჩანიშნული მაქვს ესეთი ინფორმაცია, ხო, რომ ანუ თქვენ პროექტის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი არის ზუსტად ბავშვების მონაწილეობა პროექტში რა. და როგორ მონაწილეობენ შეგვიძლია ამაზეც რო ვისაუბროთ ან კონკრეტულად რა მიმართულებით მონაწილეობენ ძირითადად გარკვეულ ფიდბექებს იღებთ კი არა პირდაპირ ჩართულობას გვაქვს ანუ გარკვეული ჩართულობას ზოგადად სცენარის ფაზაზეც არის აქ კრეატიული იდეებზე არის საუბარი თუმცა აი ძალიან კონკრეტულად ვემუშავებით აი მესამე პერსონაჟი რომელიც ვახსენე უცხო არსება სინამდვილეში ხა წინასწარ განვაცხადებ სპოილერის სახით, რომ სინამდვილეში ეს არის ზოგადად ქართველი ბავშვების კოლექტიური წარმოსახვის ნაყოფი. იმიტომ რომ ყველა ეს რეფერენსი, ეს პერსონაჟი მაგალითად როგორ დადის, როგორ დახტის, როგორ დარბის. ისეთი დეტალებიც კი მაგალითად პერსონაჟს უნარი აქვს, რომ საუბარი არ შეუძლია, მაგრამ ემოციებს ყურების საშუალებით გადმოსცემს. და აი ეს ყურები რა მომენტში რა ფრად ნათდება მაგალითად ესეც კი ბავშვებისგან გვაქვს. და აქ საინტერესო გამოვლინდა ფაქტი ის, რომ გარკვეულ ემოციებზე ბავშვებს მსგავსი წარმოდგენა აქვთ. ანუ მაგალითად აბსოლუტურმა უმრავლესობამ ბავშვების გითხრა, რომ ბედნიერება არის რატომღაც ყვითელი ფერის. არ ვიცი, შეიძლება მზესთან არის კავშირში. ხო, შიში არის რაღაცა ცისფერი მოლურჯო ფერის. და გვინდა რომ ეს პერსონაჟი ბავშვების იდეებზე დაყრდნობით განვითარდეს, რომ ესენი რასაც გვეტყვიან, რეალურად ისე იქცევდეს ეს პერსონაჟი. იცი, ჯერჯერობით ესე ცოტა უფრო შინაურულად არის ეს ფოკუს ჯგუფები და ინტერვიუები, მაგრამ გვინდა რომ მეტად მოვედოთ, უფრო ბევრი მიზნობრივი აუდიტორია ვინც არის მაგასაკობრივი ჯგუფის, ძალიან ბევრი სხვა ბავშვი მოვიწვიოს სტუმრად და ხო შეიძლება ასაკობრივ ჯგუფზე რო საუბრობთ, ანუ 5-დან 11-მდე, ანუ როგორ იჭერთ ბალანს, რომ პირობითად 5 წლის ბავშვისთვის საინტერესო იქნება, ხო, ძალიან, მაგრამ 11 წლის ბავშვისთვის რო არ იყოს მოსაწყენი, მარტივად რო თქვა, ხო? აი როგორ იჭერთ ამ ბალანსს? იცი რა არის, ერთი ნაწილი არის სცენარულად. ნუ ერთი გამომდინარე იქიდან მარტივ პასუხი ის არის, რომ თვითონ ეს პერსონაჟები სადღაც შუა ასაკის არიან, ანუ 7-8 წლის პერსონაჟები არიან. მაგრამ მაგის გარდა სცენარულად შედარებით დიდი ასაკის ბავშვებისთვის სულ სხვა რეფერენსები არის, რომელიც უფრო საინტერესოს ხდის ეს სერიალი მათთვის. და პატარა ასაკის ბავშვებისთვის კიდევ უფრო სხვა რეფერენსები, აი არსებობს მაგალითად Cartoon Network-ზე არის Gumball ესეთი სერიალი, რომელშიც
დიდების რეფერენსებიც კი არის. ანუ მე როგორც მშობელმა არაერთხელ მინახავს სერია გამბოლის, სადაც ისეთ რაღაცებს ვიგებ, საერთოდ საბავშვთან კავშირში არის. ხო, რომელიც აი ბავშვის საერთოდ ვერ დამუღამებს, ბუნებრივია, მაგრამ უფროსი მიხვდება და მისთვისაც საინტერესოა. ამიტომ ამ შემთხვევაში ხა დიდური რეფერენსები არაფერი არ გვაქვს, ცალსახად ბავშვებზე არის გათვლილი. მაგრამ ეს ბალანსი ზუსტად იმით არის, რომ აი ვიღაცისთვის რაღაცა უფრო სხვა რეფერენსია. იქ ზოგადად ესე არის, რომ ყველა ასაკი სხვადასხვანაირად აღიქვავს ამ ყველაფერს და რაც მისთვის საინტერესოა, ესე ჩვენ ბავშვობაში სპანჯბობი რო პირველად რო ვნახეთ, ანუ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სპანჯბობი ბავშვებისთვის საყურებელი საერთოდ არ იყო და არც ერთს არ უნდა გვენახა თავის დროზეც კი. ხო, მაგრამ ნახეთ. კი, და ძალიან გვიყვარდა, ყველას ძალიან გვიყვარდა და ვთვლიდით, რომ ჩვენი ასაკის იყო, ამიტომ ეგ არის აი ბავშვების ასაკობრივად ის თვითონ რას აღიქვავს იმ წუთას რო უყურებს. ისე როგორ ფიქრობს ამომე, ანუ ეს ბავშვებისთვის იქნება მხოლოდ ასე ვთქვათ საინტერესო თუ პირობითად მშობლებისთვის ან პედაგოგებისთვის ხო მასწავლებლებისთვის. მე მგონია, რომ აუცილებლად ყველასთვის საინტერესო იქნება ერთი მიზეზით, რა მიზეზით მანამდე ვთქვი, რომ უბრალოდ ფიზიკურად ქართული კონტენტი მართლა ძალიან დიდი მადლობა გიორგის, რომ შოზე გვაქვს თორე სხვა მეტი არაფერი არ გვაქვს და არ ვიცით მშობლებმა ბავშვებს რა უნდა ვაყურებინოთ. მე თვითონ სამი შვილის დედა ვარ და მართლა არ ვიცოდ ირისთვის მეყურებინა რომ ბავშვებს უბრალოდ ინგლისურად და რუსულად ლაპარაკი არ დაეწყოთ თუნდაც პირველ ეტაპზე და დღეს მართლა ვეღარ გამომყავს სულ მუდმივად ინგლისურ კონტენტზე არიან ყველა მათგანი და ქართულს ვერაფერს ვერ ვთავაზობ, არ არსებობს ეგეთი რამე და თუნდაც აი მარტო მაგიტო რომ ქართული კონტენტი იარსებებს, რომელზეც შეგიძლია რომ რა ვიცი 2 წლის ბავშვს 3 წლის ბავშვს 4 წლის ბავშვს ჩაურთო და აჩვენო, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობა მშობლების საერთოდ არ ურთავს, ხო, ესეც ხო ვიცით, რომ არ აჩვენებს და როცა იცი რომ ეს არსებობს, კონკრეტულად ამას ჩაურთავ და თქვა აყურებინებ და მგონი რომ ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება და ყველა ძალიან მადლიერი იქნება იმით, რაც შეიქმნება. ესე ბექგრაუნდიდან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი გათვლილია უკვე საერთაშორისო ბაზრისთვისაც. თავარი პრიორიტეტი არ არის. იმიტომ რომ ანუ ვარაუდობთ იმას, რომ რაღაც ეტაპზე ამის ადაპტაცია საერთაშორისო ბაზრისთვის შესაძლებელი იქნება. ანუ ნახეთ, ადაპტაცია თუ პირიქით. ანუ აი ზუსტად ის იდენტობა ვანახოთ, ხო? ანუ რასაც თქვენ ახლა რეალურად თქვენ ხო ქართული საზოგადოებისთვის აკეთებთ ამას. კი. და მე მგონი რომ ძალიან კარგი გზავნილი იქნება, ხო? ჩემი აზრით. კი, ადაპტაციაში ალბათ უფრო იმას გულისხმობ, რომ აი რაღაც გარკვეული რეფერენსები უცხოურ ბაზარზეც უნდა იყოს მორგებული. თუმცა კულტურული ელემენტი, რაც არის ეს ქართული პერსონაჟები და ქართველი დები, ქართველი ბავშვების თანაშემოქმედება. ეს ელემენტები გვინდა რომ შევინარჩუნოთ. რაც საკმაოდ რთული იქნება, იმიტომ რომ საერთაშორისო ბაზარზე ესეთი პროექტი რომ გაიტანო, სულ სხვა პრიორიტეტები იჭირდებათ ხოლმე, აი დიდ პროდიუსერები რომ ხო აი ხო აი იგივე სხვა ინტერესი არის, ანუ იქ სხვა მოთხოვნები არის და აი სალომემ სპანჯბობი ახსენა, სპანჯბობის 3D ვერსიაზეც გვაქვს ნამუშევარი 2022-ში. და იმ პერიოდში ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებდით ამ ანიმაციაზე და ზოგადად რა კვლევები არსებობს და აღმოჩნდა რომ არსებობს ჯერ ერთი ეგეც საინტერესოა რომ კვლევები არის ამაზე, როგორ ზეგავლენას ახდენს სპანჯბობის მსგავსი ჰიპერდინამიური ანიმაციები ბავშვის კოგნიტურ უნარებზე. და აღმოჩნდა რომ საკმაოდ საზიანოა. ანუ ჩემთვისაც ახალი ინფორმაციაა ეს და ანუ საზიანოა როგორი ელემენტებია, იცი, აი ზედმეტად ფანტასტიკური რაღაცები რო ხდება. კვლევა მაჩვენა რომ აი სპანჯბობის ყურების შემდეგ აღმასრულებელი ფუნქციები, აღმასრულებელი კოგნიტური ფუნქციები დროებით ქვეითდება. ანუ ბავშვი რო აკეთებს რაღაცა კოგნიტურ დავალებებს სპანჯბობის ყურების შემდეგ. შედარებით უარესად აკეთებს ვიდრე სპანჯბობის გარეშე. ანუ რა ძალიან საინტერესო კვლევა არის. ხო და ჩვენც უფრო სიღრმეებში რომ შევედით, მივხვდით რომ მაგის გარდა ისეთი ელემენტებია, რომ აი სცენები მაგალითად სპანჯბობს რო უყურო, ძალიან ხშირად იცვლება. ხო, ეს მარტო სპანჯბობს არ ეხება, ეს არის ძირითადი 99%. კი, 99% იმ ანიმაციურ სერიალების, რაც ნიკელოდიონთან და Cartoon Network-თან ერთად შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში და ყველა ვიეჯექით, ანუ აი ამ იმას მიყვება, ყველაზე კვლევა რო ჩაატარო, იგივე შედეგს მოგცემს. არა, ძალიან კარგი იყო, ეგ ცალკე ამბავი არის ფსიქოლოგიურადაც, რომ ვიმსჯელოთ მაგაზე, მე შემიძლია რომ 4 დღე ვისაუბრო, ისე მაინტერესებს ეგ თემა, თუმცა ძალიან დიდი
ის იყო ეგ რო შემოვიდა და ჩვენთვის ძალიან კარგი იყო, საქართველოს ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო, მაგრამ ნუ ესე არის, ეხა უკვე ჩათვალე რომ ის კი არა ახალგაზრდები, აი ვთქვათ, ამ ანიმაციაზე გაზრდილი ბავშვები საერთოდ ვერ უყურებენ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმებს და ფილმებს საერთოდ ვერ უყურებენ. ანუ აი ხლა უკვე 18-19 წლის ადამიანები ვინც არიან, თუ არიან მუდმივად ამ ანიმაციაზე გაზრდილები, მე ხამაზე სამაგისტრო მაქვს დაცული, ანუ საერთოდ ვერ უყურებენ სრულმეტრაჟიანს. ვერც ფილმს და ვერც არათუ იმაზე არ არის საუბარი, რომ რაღაცა ფელინის უყურონ ან არ ვიცი ტარანტინოს ან რაღაცა. არა, მაგაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ სრულმეტრაჟიანს რამეს რო ჩაუჩნენ, ვერ ახერხებენ. მე მგონი აგერ ეშველებათ. ხო, ანუ ნუ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენი საზოგადოება ამას. ჩვენ ახლა გავიგე რომ ტრეილერიც იქნება ძალიან ტრეილერი იქნება აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოვაქვეყნებთ სავარაუდოდ ისე პომპეზურად. პირველი ეპიზოდი გვექნება ოქტომბერში, მეორე ნოემბერში და მესამე დეკემბერში. ზოგადად ერთი სეზონზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ერთი სეზონი 7 სერია, დანარჩენ 4 ეპიზოდზე ცოტა სხვა პროცესი გვაქვს, ჯერ არ გვაქვს სცენარები მაგ ნაწილის. გვინდა რომ ეტაპობრივად მივყვეთ, იმიტომ რომ საკმაოდ კომპლექსური სამუშაო არის, ძალიან შრომატევი. რამდენი ხანი ეთმობა ერთი ეპიზოდის საკითხს? პირველ ეპიზოდს ვაკეთებთ უკვე 6 თვეა, მაგრამ კი, მაგრამ ნუ ეს ეპიზოდის ელემენტები შემდგომ მეორე ეპიზოდში გამოიყენება და ეს ახლა პირველ ეპიზოდზე კეთდება კონცეფციებიც, ორდეში რო იხატება, მოდელირებაც ძალიან ბევრი ტესტირება ხდება მაგ ეტაპზე, ამიტომ 6 თვე ძალიან ნორმალური არის. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი გუნდი არის ქართველები. კი, ვინც ამაზე მუშაობს ამ პროექტზე რა და აქვე საქართველოში იქნება ქართული პროდუქტი. ძალიან მაგარია. როგორ აპირებთ ახლა ამის გავრცელებას? კი ვნახავთ. სად ვნახავთ? სად ტელევიზიაში იქნება, არ ვიცი, YouTube-ზე იქნება, თქვენ არხებში იქნება, ანუ როგორ აპირებთ გავრცელებას? პირველ რიგში გვინდა რომ ამას მივცეთ აი ინტელექტუალური საკუთრების ფორმა, IP-ს რასაც ეძახიან. რომ ცნობადობა კონდეს როგორც ბრენდს, არა იმდენად როგორც ცალკეულ სერიას. რომ მარგო და კირა ჩამოყალიბდეს როგორც ბრენდი, ისევ და ისევ როგორც ჟოზე არის და მსგავსი IP-ები, გლობალურად ცნობილი. და ამას ექნება თავისი ციფრული პრეზენსი, ასე ვთქვათ, ანუ ექნება თავისი სოციალური მედია. სერიები გამოქვეყნდება YouTube-ზე. თუმცა თიზერები სავარაუდოდ Facebook-ში. ჯერჯერობით სოციმედიაც არ არის, ხო? ალბათ. ჯერჯერობით არ არის. არა, არ არის. მაგასაც ეტაპობრივად თანდათან განვავითარებთ. ან ჯერჯერობით რაც გქონდა მხოლოდ სატესტოდ უბრალოდ ხალხის საზოგადოების აზრი გვაინტერესებდა, მარგოს სატესტო ანიმაცია გამოვაქვეყნეთ, რაც ეს კომერციული საერთოდ არ არის, ისედაც პროექტის კომერციულ მხარეზე არ გვიმსჯელია, ანუ ამ ეტაპზე ეგ ჩვენი პრიორიტეტი არ არის. მაგრამ თანდათან უკვე რომ გამოვაქვეყნებთ კირას ანიმაციასაც, მოკლე ანიმაციებიც იქნება სოციმედიაში, რაც ბავშვებზე არ არის იმდენად გათვლილი, რამდენადაც მშობლებზე. იმიტომ რომ გვინდა რომ ეს პერსონაჟები ჩამოყალიბდნენ როგორც ღირებულებების და ჯანსაღი ცხოვრების ინფლუენსერებად, ასე ვთქვათ, რომ იგივე თუ მშობელი აძლევს ტელეფონს ბავშვს იმისთვის, რომ TikTok-ს უყუროს და Instagram-ს უყუროს, მაშინ მოკლედ მშობლებზე გაქვს სამუშაო დიდი რა. მშობლებზე ბევრი გვაქვს სამუშაო. განსაკუთრებით აი ცნობადობა იმაზე არ არის, რომ აი რა არის ჯანსაღი ანიმაცია, რა არ არის ჯანსაღი და ესეთ რაღაცა. ანიმაციაზე ცნობადობა არ არის, არა თუ ჯანსაღზე და არა ჯანსაღზე. ნამდვილად. ხო, პრობლემა ეგ არის, რომ ზოგადად ცნობადობა საქართველოში ძალიან კარგი ანიმატორები ყავს და მართლა ისეთი სტუდიები არის, მარტო თოჯინური ანიმაციის 3 სტუდია გვაქვს, რაც ზოგ ქვეყანაში საერთოდ არ აქვთ მართლა. და მართლა ძალიან კარგ პროდუქტს ქმნის ყველა მათგანი. უბრალოდ ცნობადობა ამის შესახებ ვიცით მე, ოთომ და რამოდენიმე ადამიანმა მართლა ძალიან პატარა არის რა, სამწუხაროდ და ამიტომ აი აუცილებელია რომ ეს რაღაც ნელ-ნელა მასებზე გავიდეს ეს ყველაფერი, რომ მივხვდეთ რამდენად მნიშვნელოვანი არის. და ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს და SIP შემოქმედებით საქართველოს იმისთვის, რომ გვაქვს ეს საშუალება, რომ ამ თემებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მართლა საინტერესოა, ეს არ არის მარტო საინტერესო, ეს ძალიან სასარგებლოა, ხო? მე როგორც მშობელი, მე ძალიან მაინტერესებს, რომ ჩემმა შვილმა უყუროს ჯანსაღ კონტენტს და მით უმეტეს ქართულს. ამიტომ, ოთო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო პროექტის პრეზენტირებისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი
წარმატებას მიაღწევს და არა მარტო ლოკალურ ბაზარზე. სალომე, დიდი ძალიან მადლობა. მადლობა. ასევე. მილოცავ კიდევ ერთხელ დებიუტს. ჩვენ დიდი გავაგზავნებთ აუცილებლად მეგობრებო, როგორც გითხარით, ეს არის ყოველთვიური გვპირდება. გადაცემა. კი, აუცილებლად გვპირდებით. და ყოველთვიურად მე და სალომე, აი ესე გაგანებიერებთ ხოლმე საინტერესო პროექტებით, სადაც მოვყვებით ხოლმე იმ პროექტებზე კონკრეტულად, რომელიც მოხდა, ასე ვთქვათ, რაღაც მხარდაჭერა კულტურის სამინისტროს მიერ და შემოქმედებით საქართველოს მიერ. ამიტომ მე ამით უკვე პრინციპში დაგემშვიდობებით, მეგობრებო. ჩვენს დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, ხო, უკვე ზაფხულში აღარ შევხვდებით უკვე სექტემბერში. ამიტომ კაი დასვენება თქვენ. თქვენ უსმენდით გადაცემას კულტურა სივრცეზე. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.